გაიტანეთ ეს. გაიტანეთ ეს ტელევიზორი. ჩემი ოქტოპუსი გადმოკიდეთ აქ. ისევ დაბრუნდა ჩემთან საეჭუკასთან და პელესთან ერთად. არ ამგონია რომ გასხოვება იპოვოთ, მართლა ცოტა გრძელი პელე არის. ეხლა რაღაცას გაგირჩევ מחარ. აი, ძმაო, მართლა. დღევანდელი ჩვენი სტუმარია გიორგი ცინცაძე. კალას უნდა ეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც იცის კალა სპორტში ძალიან შორს არის, როგორც წინა გადაცემაში 8 წუთით თუ 9 წუთით აცდა გოლს. მე ველოდებოდი რომ დღეს 500 ლარი ჩამერცხებოდა, იმიტომ რომ გამოვიცანი, ზუსტად რომელიც წუთზე გავიდოდა გოლი. გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? თუ არ გავაწყვეტინეთ იმას, თავის შოუ აქვს და მე პიანოზე გადადის და ასე შემდეგ და ჩვენ ვილაპარაკოთ. დღეს გვაქვს ახალი ინსტრუმენტი სხვათა შორის. სტუმარი კაცი ვარ და არა, როგორც გაგისწორდება ძმო აქ ჩვენ. არა, აქ სტუმარი უნდა ჩაეპირიქით, უნდა იყოს ძალიან აგრესიული რომ ჩაერიოს ბაზარში. მე მასხავენ ხოლმე სტუმარს დააცადე ლაპარაკი. აი, შენსაც გასხავენ מחარ. მაგის გარეშეც. მე მარტო კარგი მსმენია ძმო. ვიზე? თქვენზე ზოგადად. ნუ თქვენ არ გიცნობთ. ნუ აჩიკოზე ხარ ამგონია, კაი. აჩიკო როგორც ზღოლი შეიძლება გსმენია ისტორიები, რომ ფორმულა 1-ში დაურეკეს სხვათა შორის ახალი ის უნდა. ერთ-ერთი იყო აჩიკო, რომელსაც ანუ დიდარი მამიშვილი არ იყო და ამას დაურეკეს რა. რომ ნახეს ამის ავარიის ვიდეო, ეს ის არისო რა, მართლა აი ჰამილტონი აჩი ცენტრაზე და ეგრე ლაგდება რა. აბა აჩიკო დაეჯახა, ესე უყურებდა მანქანას და დაეჯახა. ანუ რეაქციაც არ ქონია, უბრალოდ შეასყდა, იმიტომ რუსული ნომრები ქონდა, ხო ხდები? მაგითი ვაპრავებთ ეხლა რომ მე მაინტერესებს შენ გიორგის რა სპორტულ კითხვას დაუსვამ. აი, ველოდები კარიერიდან იქნება ეს, რომელ თამაში გახსოვს, აი, გეტყვი რომელ თამაში. მე მაინტერესებს შენი, როგორ მოემზადე? ნაკრების თამაშზე? არა, საერთოდ თესეუს თამაშზე იხარ თუ არა თქო, მაგას არ კითხავდა ხა. ნაკრების ეს მახსოვს რომ გპ-ში რომ სწავლობდი ხოლმე მიდიოდნენ, რომ ჩვენ რომ სწავლდით ვიღაცები მიდიოდნენ თამაშს უნდა უყუროთო. ანუ შენ კაი ხნის წინ სწავლობდი გპ-ში. ერთ-ერთი გადაკვეთა მაქვს კალას ბურთსა რა, აი ხალხი მაკლდებოდა ხოლმე დასალევად რომ მიდიოდნენ. და გიორგიზე რა იცი, აი რაღაცა რა ინფორმაცია გაქვს? ეხლა ცნობს კალა რომ უხალხო მდგომარეობაში ჩავაგდოს. აი და მე მომზადებული მოვედი რა. აბა, ახლა კალადბურთის ნაკრების თამაშები ხო გიყურებია უეჭველი, ახლა ბოლო 20 წლის განმავლობაში. იცი, საჩი განევეთავი, იცი შენ გიორგი მე ხა იტყვის მე. ელოზო თავხომე რაღაც მონაკვეთი რომ ამოასებს და გადავტა. კაი, მოდი გიორგის კითხოთ, იმას თუ უყურებს. თქვენ? აი, ცალკე თუ უყურებ იმის ვიდეოებს თუ გაქნანახი. რაღაცები მაქვს ნანახი კი. გავთანაბრდეთ ცოტა. ერთ პერიოდი მაინტერესებდა რაღაც ის რო იყო რა დაპირისპირებაში რო იყო და რა პასუხს გაცემდა და მაინტერესებდა. ვისთან იყო? ნუ ვისთან არა მამა, ეხლა მე ბევრი ამომიტივტივდა და ტელევიზიასთან რო იყო უფრო დაკათვების ამბავი. ბიჭო, ნორმალურად მიუყვებით რა. ჩასწრებული არც ერთი დეტალი არ მქონია. ამიტომ ბიჭო, ეს ისტორიას მოყვე გუშინ მოვიდის კაცი შეიძლება მიყურებს რა. მანქანით მოვდივარ და ვიღაცა ხელი დამიქია მარიმ ჩემი მეუღლე მის გზა და შენ გეძახის რა, თქვი ვინ ეძახის კაცს, უცებ წაატორმო და წინ მაქნა და აქ ამოუხვიე რა. არა მეთქი რამე მეძახდა ვერავის ვინ. ბიჭო, უკან ამოვარდა ის მანქანა გიჟივით რა. აუ მეთქი ზო ეკალიჩი. პოლიცია ადრე מחარ უნდა შეგაწყობინო, מחარაზე გქონდა ადრე ესეთი პრობლემა რა. და სტუმართან არ გქონია, მაგრამ შორტები გაქვს ცოტა ისე და რაღაცა ადრე მოვაფარეთ מחარას ისა პლედით რაღაცა. აი, სპორტსმენი კაცი, შორტები ეგრე ექნება, ახლა რა გჭირს? מחარას ქონდა ადრე. მაშინ დრეს კოდი უნდა გეთქვა. არაფერი მაგრამ. არა, თუ სადმე ჯდომა შეგიძლია ეგრე ეს გადაცემაა დამიჯერე. ჩემთან პოსტას რთული იმიტომ ყო ეს ცენზურას ვერ ადებენ, სულ დარბის ხომ ესე რა. ეს სხვა ტიპია მე შევედი უკვე მეც ასაკში. ტიპი ამოვარდა უკან ბიჭო, მეთქი რაღაც ხდება და გავაჩერე და ამან წამიხუხა წინ მანქანა და შავებს ჩაცმულის დაროვი, შავი სათვალე ტიპი გადმოიცა ხომ. სახე არ ეცლება. ძირითადად რომ მოდიახავე, აი და ესე იცლობდა. არ ეცლებას. აუ მეთქი სოდებმა მიწია. გამოვიღე იარაღი, დანა გადავტენე, ხახვი დავთალე და აი უკვე უნდა ფანჯარა ჩაუწერ, მგონი უნდა უნდა დამარტყას. მანქანაში უციხარ ფანჯარას ვერ მოვასწრებთ. ან როგორია ტიპი მოდის და უცებ ფანჯარას უწევ ესე, ხო? ჯერ არ ვთქავს რა. ეხლა უნდა დურთოს ბოზიშვილი და ეხლა რამე უნდა მოვასწრო. მახარო რამდენი ხანია დაგდეო, აი სასმელიო ვერ მოგაწოდეო ბიჭო. და ესე აი საქმისთვის იყო მოსული. ოღონდ სახე ბოლომდე არ შეცვლია რა. მერქი ძმაო. ან პროსტა რაღაცა გითქვა მე. გამიღიმე ცოტა. არაფერი მე ამოვაშრებს ესე. საერთოდ ვიჯექი. ძალიან რთულია. კიდე კაი მოგვიყევი ეს ამბავი ახლა.
გულების კდება. გამახსენდა რა კონტენტს უყურებს ზოგადად? ანუ აი რითი ერთობი ვიდეო კონტენტის მიმართულებით რა არის? ან ქართულ YouTube-ს თუ უყურებ ან YouTube-ს ზოგადად ხშირად მიმართავ ხოლმე და მით უმეტეს აი მანქანაში თუ ვიზრა რაღაც პოდკასტი რაღაცა ეს გადაცემები. სადაური უფრო? ქართული. ქართული? უფრო აი ეს რა ქვია მაგ ინტერვიუს ფორმატს რა, ანუ ვიღაცების ერთ-ერთზე პოდკასტი. ერთ-ერთზე ხო და ან ჯაფარას ან თქვა ბარდოსაინძის ან რაღაცა ეგეც. ჯაფარას ბარდოსაინძეს ხოთა შორის არა, რაღაც არ წაიღოსავით და ჯაფარას მეკუთვნის თან ჩემი მეჯვარე ბავშვების მეგობრებთან და თან მეკუთვნის და საინტერესო. ეს ვიცოდი, მე მომზადებული ვიყავი სპეციალურად და სპეციალურად ვიკითხე. პოდკასტებს ახლობლობით უყურებ რა. არა, თქვენს გიყურებთ ხოლმე სპორტს რაც შეეხება იმას ყველაფერს უყურებ, ანუ არა აქვს მნიშვნელობა. პოდკასტები იცოცხლე არის ისე, ანუ ნებისმიერ თემაზე შეიძლება ხო, თქვა რომ აქ დო მახარ. ნებისმიერზე არ არის ხოთა შე, კალბურზე არ არის. იყო კალბურზე რამდენიმე, მაგრამ ვერ მოიკიდეს. ანუ რაღაც ისეთი ხო რა. რაღაც რეიტინგული არ არის თითქოს, რაცა ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. კალბურზე რომ ვიღაცამ პოდკასტი გააკეთოს, ან უნდა იყოს კომპანია, რომელსაც კალბურთი აინტერესებს. იმიტომ რომ ტიპმა რომ გააკეთოს, შეიძლება აინტერესებდეს, ბევრი მაყურებელი ვერ ეყოლება და სპონსორი არ ეყოლება და მაგიტო ანუ უკვე დაფინანსებული პროექტიც უნდა გააკეთოს რა. ყველაზე ყურებადი რაც არის ხო NBA-ია მაინც რა და NBA-ს გააჩნია ხა მე მაგალითად არ უყურებ NBA-ს. იმიტომ რომ რაღაც ძალიან შოუ არის და ყველაფერი მგონია რომ რაღაც დადგმული არის და საკლუბოს ანუ ევროპას უყურებ? არის მე რაღაც მე-3 მე-4 ხარისხოვანი ალბათ NBA-ში უფრო რაღაც ფული და რეკლამა და ოე და მაგრამ ყურებადი პროდუქტი ხო არის ანუ worldwide ყურებადი არის ხო ნუ ეს ხალხისთვის არის ხო მაგრამ აი ვინც კალათბურთში ცოტა ანუ საათობრივ კალათბურთი უფრო გაინტერესებს ვიდრე სხვა რაღაცეები, მან რა ქვია, გაცრავდა ტუალეტი და რო გამოვიდა პირველი 10 ქულა ვინ ჩააგდო პირველი და რაღაც ეგეთი ჰედლაინები რო არის ხოლმე, აი ეგენ ვისაც არ გაინტერესებს ევროლიგა. ევროლიგას ან საკლუბო ხო? FIBA-ს ტურნირები რა, ხო, მაგრამ აი რეიტინგით რო აიღო, მაინც NBA უფრო ყურებადი არის და NBA-ს საათობრივი სარტყელიდან განსხვავდება და ჩვენ ვერ ვემთხოვით რა ადამიანებს უწევთ თენება ღამის რომ ხო და UFC-ზე ხო კარგად ათენებენ. UFC არის ბიჭო 4 თვეში ერთხელ ჭუბობს ეს ქართველი და 5 თვეში ერთხელ და ერთხელ გაათენებდა. NBA-ს ჯერ მარტო სადამდეა ის თამაში, ანუ რამდენს თამაშობენ? დაახლოებით 20-მდე მაგარ. ისე ფეხბურთში რო იქნება ამერიკაში მსოფლიო, მან ისევ იმ დროს იქნება თამაში. კი, მოგვიწევს. მანდაც მოგვიწევს. 94-ში რო იყო ამერიკაში, ის იყო რა თამაშები. 94-ში რო იყო სინათლეც არ იყო მაშინ და ეგეც არის. ესეც შეკითხვა მაქვს რა, ქართული საკლუბო კალათბურთი რა დონეზე არის და რა ჭირდება იმისთვის რომ იმიტომ რომ რა სულ მესმის ხოლმე რომ როგორ? ფული ფული ჭირდება ყველაფერს, მაგრამ ნუ დონე გვიჭირს, მაგრამ всё. აჩი ძალიან რთული კითხვა დასვე ეს ახლა ეს ჩასაანალიზებელი თემაა ძალიან, იმიტომ რომ რაღაც ტრანსლაციებიც ჭირდა. მართალი იყო კაცი. გადავეკვეთებით ეგრევე ჭირდებაო იმ გადაცემას. ნებისმიერ სფეროს, მე არ მინახავს სფერო ახლა. მაგრამ შედარებით ნაკლები ფული ჭირდება, ვიდრე აი ალბათ ფეხბურთთან შედარებით 100 ჯერ ნაკლები რა. დღეს სანამ მოხვიდოდი რა, დავარესერჩ TSU-ში დრო თამაშობ, აი იქიდან რაღაც თამაში ვნახო მეთქი, ესე იგი YouTube-ზე დევს, რაღაც ერთ-ერთი თამაში იყო ბოლოს დადებული, ხარისხზე აღარ მაქვს ლაპარაკი. დაიწყო მე მგონი ეს ვიდეო თვითონ რაღაცა 10 წუთის დაგვიანებით თამაში უკვე დაწყებული იყო. რაღაცა ეს შეიქიქემი კომენტატორზე არც არანაირი კომენტატორი ძალიან ცუდი ხარისხით არის გაკეთებული და აი YouTube გადამოცემა არის ხოლმე ასე თუ ისე და ხა ტელევიზორშიც არის ანუ რაღაცები უფრო მოიხოდა ხა ბოლო წლებში იმასთან შედარებით რაც იყო ის უნდა ვაღიაროთ ხო ან ისიც არის რაღაც ევროტურნირებზეც დავიწყეთ გასვლა და ნუ თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ ნუ ცოტა ხანში უფრო შესაძლებელი იქნება პროგრესიც მაგრამ ნუ ჯერჯერობით ხო, ფული არ არის. საფეხბურთო საკლუბო დონე როგორც არის და მან გასწრებითი ფული იხარჯება. ეგეთი დონეა რა. დაახლოებით. რაც ძალიან ფეხბურთამდე იყო წარმატებული. ზოგადად სოფლიოში თუ? არა, ჩვენთან ვიძახი კაცო.
რას გულისხმობ? ეხა არ დავიწყეთ, რაზე გაიცეთ? ეს ჯერ რაზე გაიცეთ? აუ, ეხა დაგვისე, ამა სპორტზე და აი თავის კომპეტენტური აზრი რომ უნდა ჩააყრეხოს ეხა. რომ გაგვეცინოს არ შეიძლება? არა, გავიგე, კითხავს. აი, მახარ საბჭოთა კავშირის დროს ამობ თუ მე დამოუკიდებლობის მერე. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დროს ფეხბურთი იყო. თუ დამას მაგ ეგ მანდ მივდივარ რომ საბჭოთა კავშირი იყო თუ არა მაგ დროს არ ვიცი, მაგრამ ევროლიგა თბილისის დინამოს კალათბურთში მოგებული. ეხანდელ პერიოდში ახი 10 წლის წინ 60-იანებში. 10 წლის წინ 10-15 ანუ სანამ ეხა ხო გახდა ჩვენთან ფეხბურთი პოპულარული, მანამდე ხო ხელში ცისა და არაფერი ხო არის. ანუ ფეხბურთამდე არა. ფეხბურთამდე ხო იყო კალათბურთი, სადაც მიღწევები ჰქონდა. ერთში არის ხო კი, მაგრამ პოპულარული ყავდა ვიღაცები ყავდა, ვინც ანუ მიღწევები ხო ჰქონდა. პოპულარული ფეხბურთი მიღწევა რა არის? შენთვის მაგრამ მიღწევა რა არის? მიღწევა კალათბურთში უფრო ჰქონდა. მეტი მიღწევა ხო იყო კალათბურთში, ბიჭო. რა დონეზე ამბობ? ევრობასკეტი. ბიჭო. ნუ ეხა იქ აჩი ნახე, მან გასულა კალათბურთში უფრო მარტივი ვიდრე ფეხბურთში, ეგრე არ არის ანუ. ერთი არა. როგორ არა, კი ეგრეა. არა. კომპეტენტური ხარ, მართლა, გიო, აცადე რა კომპეტენტური. არა, კალათბურთში და ფეხბურთში შორის სოფლიო ჩემპიონატზე. მიდი რა, მიდი პელე. მიდი აი კომპეტენტური ტიპია კალათბურთში, მართლა, არის სამადამე კალათბურთში. კი, კი. რატო არ არის უფრო რთული? არის, არ გითამაში არის ის უფრო მეტი ქვეყანა თამაშობს როგორც მინიმუმ ეხა ერთ-ერთი კალას და კალათბურთს შორის ეს არა ხო და ანუ ჩვენ კუბლივი რაც არის თავი და ბურთის ფორმა. არაფერი ჩვენ კონტინენტი ევროპაში ბიჭო. ევროპაში ანუ ფეხბურთი ძალიან განვითარებულია რა და ჩვენ კვოტირებულად არა ერთი წამი კაცო მაცადე კვოტირებულად ანუ გვიწევს ევროპის ზონიდან გასვლა. ევროპის ზონიდან გასვლა იქაც ეგრე არის. სოფლიო ხო და კალათბურთში ეგრე არის და კალათბურთშიც აი სიტყვაზე ხარ 8 გუნდი თუ რაღაცა გადის. მესამე ნომრად განთესილი. მე-15-მდე ალბათ იქ ნახევარგუნდზე, ნახევარ ქვეყნებზე ბევრად უკეთესები არიან რა. ხო. არა, რთულია რა თქმა უნდა ეხა. დაკნინება კი არ მინდა, მაგრამ 2 წუთიანი საუბრის მერე გადაწყდა. მაგალითად სოფლიო ჩემპიონატ საქართველოს ნაკრებს საერთოდ ახლოს არ ყოფილა გასვლასთან. ბიჭო, ხარამეს ვიძახი, ჩემი კარგი მოვტყადი 1 წუთი მაცადეთ. რა გინდა? თან ახლა რაღაც ცოტა რო ვიტრაბახოს პონჩი 16 სოფლიოს 16 საუკეთესო გუნდში მოვხდით შარშან წინ, ამიტომ კი არავის არ ვედრებით, მაგრამ ნუ არა, ძალიან მაგარი შედეგი არის მართლა. კალათბურთი საერთოდ დაუფასებელი არის საქართველოშიც მათ შორის რა. ეგრე მოგეთქვით. რა, სულ რაგბზე იყო ლაპარაკი, რომ რაგბი ჩვენ თამაში და როგორ წავანდა და კალათბურთის წარმატებები მაგ ფონზე იჩაგრებოდა ხოლმე რა. ეხთი ხო? ნუ რაც უფრო მეტი კაი სპორტის სახეობა და წარმატებული რა თქმა უნდა, კი. უკეთესია, მაგრამ ნუ ფეხბურთში ჩაიდო ფული. შედარებით შეიძლება ითქვას კი. რა გინდა რა? მაინც ამას რაღაცა უნდოდა და არაფერი, ბიჭო, მე მაინტერესებდა რომ კალათბურთი უფრო წარმატებული იყო ვიდრე ფეხბურთი. რატო არ განვითარდა თქო, ეხა იმდენი მე რაც უკვე რაღაც ანუ პროსტა ფული არ ჩაიდო? აი ფეხბურთში ხო უცებ რაღაცა მოხდა, ეგრევე იბუთქა და რავი ანუ ბიჭო არ განვითარდა, ნაკრები ყოველთვის კარგი ყავდა. ნაკრები ყოველთვის კარგი ყავდა რა. ანუ ჩემი აზრით, მე რაც უყურებ სპორტის სახეობას. ქართველებმა ფეხბურთი უფრო გიყვარს, რომ ფეხბურთი როგორც კი რაღაცა ზოგადად ყველას ეს ზოებში უკვე სტადიონები და ყველა მწვრთნელი და ადიდასების სამი ზოლი და ფეხბურთი და მე ყარასთან ფეხბურთი უფრო გიყვარს კი ზოგადად ყველას. იმიტომ რომ ხო რაღაცა მახსოვს რომ კალათბურთზე უფრო ისე მაგრამ კალათბურთის ნაკრები აი 4 რაც დამოუკიდებელი გახდა პრინციპში საქართველოს რა ყოველთვის მაგარი ნაკრები ყავდა. აი ყოველთვის ერთი სიამოვნება იყო ჩემთვის არაერთ გადაცემაში მithქვამს ეგ რომ ფეხბურთის თამაშებს რო ვიტანჯებოდი ხოლმე რომ აი და ვიცი რომ ეხლა უნდა ვიღადაო იმიტომ უნდა უყურო კალათბურთის ნაკრების თამაშები იყო ყოველთვის აი ყოველთვის ეგ შენი იყო რა რაზე უნდა იღადაო ვიზე უნდა იღადაო აი ფეხბურთის ნაკრები ყავდა ისეთი რომ უფრო მეცინებოდა ხოლმე თამაშის დროს შენაერები ორტრაკები არიან და იქ გადაობდნენ და ეხლა უცებ ანუ ბიჭო პირიქით იმის მაგას სტიმული მიგეცა გადაობდი კომენტატორი კაცი ანუ ხალხმა მოგხედოს კომენტარებში, მე ხმას არ ამოვიღებ პოსტი. თქვენ თუ იცით, გადამოწმებაც მინდა პრინციპში ამ ინფორმაციის ვიკიპედიაზე ვნახე რა. გიორგი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში ყველა გუნდურ სპორტში ნაკრების დონეზე რეკორდი ეკუთვნის ყველაზე მეტი ჩატარებული თამაში ნაკრების მაისურით. იცოდით ეგ ამბავი? გულისხმობა სხვადასხვა სახეობები, ხო? ყველა სპორტში. რამდენი რა მითხარი ეგ უნდა გავაანალიზო? 217. 217 რა გაქვს გაკეთებული? აი რამე. რამე თქვი, ეთერში არის თქვის. მეორე რეკორდი უფრო მაგრა იღებს ჩემი აზრით. 217 ხო ბევრია რაღაც ესე 20 წელი უფრო ბევრი არ არის? ხო, ესე რო აიღო. ანუ 20 წელი გამომივიდა რომ პირველი თამაშიდან ბოლო თამაშამდე რა. ეხლა რამდენი წელს ხარ? 39. ამანა 39.
ხო და 20 წელი ან 20 წელი ერთ ეგერამის კეთება. ტატო უფრო დიდია წარმოედგინე. ანუ ტატო არ იყო. კალა, ისე ქართველი ფეხბურთელი არის, ვისაც 20 წლიანი კარიერა ქონია? ვინმე გახსენდება? 20 წლიანი კარიერა, ნაკრებში 20 წელი ყოფილიყოს? ნაკრებში. არა, ხო? და ბიზნესიან 20 წელი კი? ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებშია. სოფლიო ხო ითამაშა? ვიღაცამ რა მესისაც ნათამაშები აქვს უკვე. მე მგონია რომ ფეხბურთში ქართველიო. ქართულ ფეხბურთის ოპერატორები ბევრად დიდი ხანია მსახურობენ. მართლა გეუბნები ვიდრე თვითონ ფეხბურთელები რა, ნებისმიერ, ანუ ყველაზე მეტ მატჩიანი არის ჯაბა ხო? კანკავა, ყობიაშვილი და კაში არის ხა. ყველაზე მეტი მატჩი კაშიას აქ ჩატარა. აი ხა კაშია გადაასწრო. კი, კარგად გადაასწრო თან. ისე 129 თუ რაღაცა. არა, კაცო, არა. 130-ზე არის. აჩიკო. აბა რამდენი გონია შენ? დღეს კალატოზე არ არის ინფორმაცია, ყველა სპორტული ინფორმაცია გამაზა. ჩვენ ბევრად მომზადებულები ვართ. აი ბიჭო, მე რო სპორტში მომზადებული ვარ, მართლა და დილას აქეთია კალათბურთის ბურთს უყურებ, რომ მართალი ყოფილა. ეგრე გაასწრო? 124 თამაში. მას აი ეს არის პროჭიდან პროპკის გამოძრობის მაკალა. სტუდია რო დატოვო რა თუ შეიძლება. უბრალოდ უწახვიდე მას. ფარდას ჩამოგაფარებთ რამეს და აი რაღაც მახსოვდა რომ აი ჯაბა და ეს ერთად არიან ეგრე თუ დაიბეტონო ცოტა ხანი რა აი უბრალოდ დაიბეტონო და ბეტონი აღარ მახსოვდა. აზარი არა, მაგრამ 50000 ლარი აუზში გადახტაში არ გენანება, აუზი რო კონდეს სახში. არა ეს უბრალოდ ხალხს უთხარი რომ ვინ არის მდიდარი და ვინ ხარჯავს უაზროდ რამდენი გაჭირებულია და ტიპი 50000-იან აუზს აკეთებს სახში. არის თქვენ გადაწყვეტეთ ხალხო, და ტასში იბანავე შენ 93 წლის მერე აი ლახანკაში ბანაობდი შეჩება არაფერი უნახავს და ეხა გაისია ტრაკი და დიდი აუზი უნდა. ამდენი გაჭირებული ბიჭო. იქ არ დაგიტახო ჩამოთრეულ შენ. არა მინდა თუ თქვენ ნაბანავებში რა ჩამიყვანს ბიჭო. მართლა ის ტატუს ბალზამირებას თუ გაუკეთებ და ისე ჩადებთ, თორე აუზში ტატუ ჯესეთი ვერ ჩაძირავ. იმიტომ ხმელი ხო არ იძირება. აუ შენი ჭირი მე არა მაყენო რა. ორ შაბათობას თუ უყურებ ხოლმე. ხვდები რომ შეცდომა. ვიცი რა. ფეხბურთი მიხვდები მაგრამ გუშინ ლაპარაკობდი. ფეხბურთზე რაც არის ყველაფერს. ფეხბურთი გეოსება ხო? ხო და ის არის ჩემპიონი. აქვე მინდა. მე ხო მე ვარ ის არაფერი. სტარლინკი ზუსტად ვიცი რა არის, მაგრამ სტარბოი ალბათ ვარსკვლავ ბიჭუნას მეც მეძახდა ხოლმე ბებიაჩები და არ ამგონია ჩემი სახელი გეწევს მანდა. შენ რას გეძახდნენ ხო ყველაფერს ნუ ვიტყვით. მოხერხული. სამაგროდ ეხა ხალხმა იცის რასაც გეძახი. ჩემო პატარა. ხო და ორშაბათობაში ადრეც სულ მინდოდა რა შეიძლება რომ მეთქვა რომ მოსულიყავი და აქვე დაგპატიჟებ მაშინ პირდაპირ. ბიჭო, გაანებე კასტა, არ უნდა უხერხობაში რატო აგდებ, ბიჭო? რატო არ უნდა, ვერ გავიგე, უყურებს კაცი და რატო არ მოვა? ეხლა რა ვთქვა, შევთანხმე ესე გააკეთე, просто არ გამოჩნდა ეხლა კამერებში. გული ერევა თქვენზე. შენგან განსხვავებით უყურებს იმას. ეხლა იქ მიხვალ, წარმოგიდგენ, ეხლა ერთი არის აქ, ეხლა იქ ორი იქნება. არა პროფესიონალი, რომელმაც ანუ არც ერთ კითხვა არ იცოდა, ბიჭო, ტიპი კომენტატორი იყო, ჩემგან ფულს იღებდა პირველ არხზე, ბიჭო, რაში იღებდა ფულს? კიდე კაი გამოაგდეს და მე დიდი მადლობა ყველას, ვისაც ერთი თვე ვიყავი შეჩემე, ერთი თვე არ შემარგო ეხლა. ძალიან კარგი. და ის ბებერი ძევიდან მოგა. რაზე შევთანხმდით ეხლა ბოლო-ბოლო? რაზე? მოდის თუ არა? არა, ზოგადად, ანუ ისეთი ის ქონა საუბარი რა, ფეხბურთზე, ყალბურთზე და რაღაც. არა, შენთან განვითარების თემაზე. არა, შენთან არაფერზე შევთანხმებულად. მე მაგარი ვჭამე, კაშიას თამაშები არ უნდა შემშლოდა. ხო დავიფარყო. აფერ ხალხი დაწეს. შენოსტონი გავაკეთო? რა გათამაშება გავა. ყალბურთის რამდენი მატჩი გაქვს ნანახი? ჯერ დაიწყე და აი ვის ულაპარაკია შენთან ყალბურთზე რა, ვიღაცა ხო შენ. ყალბურთზე რამდენი წუთი გაქვს ნალაპარაკები ცხოვრებაში? მე უყურებ ხოლმე ფეილებს, რა ის ფეილები ვიცი? ძირძველი, ვერის ბაღელი. ფეილებს უყურებ. ისინი რა ხოლმე ძალიან მიყვარს დაბლა რაც არის დაგებული, რა ქვია? პარკეტი. აი რა სანტიმეტр კვადრატობით რო იცი ხელოსანი ხარ მართლა წადი რა იმარხზე და დაგვარი და აი ამ სანტიმეტр კვადრატს და ყალბურთზე ლაპარაკეთ ხო პარკეტის როგორ უყარს იქიდან არა ჯერ ტექნიკური ხარეს რომ ხრმა დროში მართალი აი ბიჭო რომ მოდია და ზუსტად რო ხვდები რომ იქ რაღაცა ნიტოა რა აი ფეხბურთელი მაგას ყოველ მიხვდება რა ბალახი ცუდი არის ვერაზოს იმ რა თქმა უნდა მაგაზე ჯერ ბიჭო ყალბურთი ჯობია რატო რომ სუფთა სპორტია იმენა ბალამუტა სარგი ნახავს ყალბურთზე იფურთხება როგორ ვიტანეთ სიმაგაში ხო აი ფეხბურთზე ნახველს რო იღებს ექსტარდი მე რო იცებიან სულ მგონია რომ თავისივე ნახველში სრიალებენ მართლა გონია რა ეგრეა ხო ყალბურთი ბევრად სუფთა სპორტი რა შეიძლება მე არ ვიყავს მაგრამ საყურებლად ესთეტიურია ჩემ ხო
ესე იგი, კალაბურთზე ლაპარაკის დროს მან შეაფასა პარკეტის მოყვანილობა და ასევე რო არ იხოცავენ კალაბურთელი, ეს არის დადებითი მხარე კალაბურთის. ბიჭო, არა, ერთ რაღაცას გავიხსენებ რა. აი, მაგით დაბიანზება არ არის. აი, სუფთა ხალხი არავის სუფთა. სპორტის ყურების დროს რაღაც რამდენიმე მომენტი მაქვს, რომელიც რატომღაც ძალიან დავამახსოვრდა რა. ფეხბურთში რამდენიმე ოლივერ კაინის აღება, რაღაცა კალათბურთში მინდა რომ გავიხსენო ევრობასკეტზე შენი ზურგს უკან პასი, რომელიც აი რაღაც ძალიან ისეთი მონოკვეთი იყო. გახსოვთ? ტოპად მომენტში მეორეზე გავიდა, ხო თუ პირველზე? ეგ იყო ისეთი ორი მომენტი იყო შენი. ლაივში რაღაც ეგრე მახსოვს, რომ ორი მაგარი მომენტი ქონდა. დეკადის ასისტი თუ რაღაცა გახდა. დეკაი ამას არაფერი კითხეს, ჩემი დედა. ეგ ხო მახსოვს ლაივში რომ ვნახე რა ხელაში დაბეჭდილება იყო. მე ტოპებში რომ მოხვდა და ყოველ გამეორებას არ ვიცი. მე კი რა ნაკრების თამაშებს უყურებდი და პროსტა მაგაზე მინდა რამე კითხო, ხომ ეს ბანალური შეკითხვა რომ ადგილზე მოგაფიქრდა თუ რა, ეგ არ მინდა და რამე რომ მოგვიყო მაგ მომენტზე შეგლია? ისე რომ ვიცი ყველას მაგას ეკითხა, რამე მაგას თუ გაკეთეს მოდა, აი ადგილზე თუ აი თავზე როგორ გადაიდო. არა ესე რა ნუ მან შამისი გოიმისთვის შენ თქო რაღაც ისენი ხომ აქ ხოლმე რა რაღაც ყველა ტვინს მიჭამდა ხოლმე რომ მიჭამს ნუ აწი ვიღავენ მიჭამ ხო ვეტერანი ვარ და ნუ აი უბრალოდ ითამაშე და ეს პაკაზუხობა და ეს ისა და შოუში არა და ანუ კალათბურთი მაგის ერთ-ერთი ნაწილია რა ეს რაღაც სილამაზეც მაქედან მოდის ხო და იქ წავედი რა იმაზე დრაივი როგორ არის ქართულად ხო დავინახე იქ ჩარჩა წინ შენგელია დგას სუცარიელია რა თან მეოთხე ფინალი არის ევროპის ჩემპიონატის ის კი არის ბოლოს წავაგეთ ხანაგური თამაში და მეთქი აი მაგრამ აი ხა ეს პასი მეთქი აი როგორ არ უნდა ვიცე პროსტა აი და გავიდა და ბავშვი არ მახსოვდა რა ანუ ეგ მაგარი თამაში წავაგეთ რა ნახო დორბლი მოგდის ანუ რო არის რაზე ვლაპარაკობთ თამაშის მე რა ტელეფონი რო ჩავრთე რა ხალხი არაუშვას, მაგრამ ეს რა ქენი და ბიჭო მეთქი რა უქი რა არ დამემართა. თამაშობს ტელეფონს თიშავ ხოლმე? ნუ ხო რა, ეგეთი ის ამაკ რა. და მეთქი რა მე ხო არ მომივიდა რა მე პოლქენი თამაშზე რა. არა, სასწაული მომენტი იყო. კალათბურთთან ეგეთ მომენტებს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანკებს და რაღაცა. იცი, ლილის ფეხბურთის სტადიონი იყო. ეს თვითონ ეს ფეხბურთის ეს გავიდა ტრიბუნაში და ქვემოთ იყო კალათბურთის მოედანი დადგეს და ეს ტრიბუნები რაც არის ეგ არის ფეხბურთის სტადიონის ტრიბუნები. და ეს რო ადიოდი რა, ანუ გასახდას ანუ ჩათვალე, ანუ ეს ფეხბურთის მოედანი სადაც იყო, აქ იყო ეს მოედანი და აქამდე უნდა ასულიყავ ეს კიბეთი რა, აქ იყო გასახდელები. და რაღაც აქ ეს ფარდასავით იყო დიდი ეს გადატიხრულისავით, ანუ ეს რო გავიხედე უცბად გაიჩნდა ფეხბურთის მოედანი. ანუ ესე დგეხა აქეთ ფეხბურთის მოედანი, აქეთ გამოწევ კალათბურთის მოედანი, აქ ვაუ. ჩვენი ხალხია, მოიგეს ფარტი, ახლა ჩვენ რო გვაქვს ერთი სტადიონი გლდანში, მეორე იმაში საბურთალოზე და მე სულ მაგას არ ვიცი. გადატიხრე და იქ რაღაც ათამაშე რა. გაწიე ესენი. ხო, და ამოუშვი. საზგინდა, აი წერეთელზე ეს სტადიონი გაწი აქეთ-იქით გადაკეთე, მოძრაობა გავიდა სტადიონი გავიდა ამოვიდა. შოუს ელემენტები. ანუ პირველზე გავიდა ეგ მომენტი, ხო? ხო მე ეგ ჩაატარე სადნო 10 რაღაც გამოკითხვა 10 წლეულის საუკეთესო მომენტი. და ეს პასი გავიდა პირველზე, მადლობა ქართულ გულშემატკივრებს. ონლაინში შეგვიშვი ჩვენ. შენ კიდე არა, სასწაული მომენტია, მართლა სასწაული მომენტია. არა, მან მთელი მუღამი არის საიდან დაინახე თორე, ანუ აი რაღაცა გამოუვალი სიტუაცია თან გეჯაჯგურებიან, მაგრამ უცებ ეს უკან პასი და ანუ ეგ მან ვისაც ანუ ვაზრო ეს აი აქ ვისაც ცდება რა ეს ვალანჩუნასი, ხო იცი ვალანჩუნასი. კი. და მაგ ზაფხულს იმაში ვიყავი რა ქვია. ოაზისი რო არის. ხო. ხო, მან და რაღაც გამოვედი სასიანო და ხედავ ეს დგას. მან ვალანჩუნასი. და რაღაც გამოველაპარაკე. ობიექტი ქონდა რამე თუ? მაგანაც მაგასე დამეწყალაპარაკე და მეთქი ანუ შენ რა მაგნიხარ მეთქი. ეგ მაჩულის მარო ჩავგვიდო თამაშია ხო ბოლოს? ძალიან წარეთ. ბოლოს და ვიცნობ რა ბავშვობიდან რაღაც ერთი ასაკის და ახალგაზრდები ისა და ნუ ეს ცხოვრებაში არ უთამაში, ანუ ახლოსაც კი ეგეთი თამაში და მანდ ჩვენთან. სულ ის კომენტატორის ფრაზები მახსოვს სულ. აი ეგ არის ყველაზე ხშირად საქართველოს ნაკრების თამაში და კომენტატორი ძახს რომ ეხა ამას ეხა მოუნდა კარიერის მატჩის ჩატარება ჩვენთან. ანუ ყველას რატო უნდა მართლა ჩვენთან, იმიტომ რომ მაგ მაჩულისმა ისეთი ბურთი ჩააგდო, გადახრილი უკრიდან რა ხო მანამდე ყველაფერი ჩააგდო საერთოდ. წავიდა ფარმა მიიღო და მოკლედ კაროჩი ყველაფერი წავიდა. ფარმა არ მიიღო. ხო. შენზე როგორი მოსაზრება არსებობს, იცი რომ გაცილებით მეტი შეგეძლო და აი ვიღაცას რო კითხო გეტყვის რომ აი საშუალო სტატისტიკურად შეგაფასებს ეგ გულშემატკივარი რომ აი ძარმაცი იყო ალბათ და მაგიტო ვერა და აი შენი აზრით რა დაგაკლდა რომ
კიდევ უფრო მაგარ ლეველზე გეთამაშა. რავი, ალბათ რაც გადაწყვეტილებები კარიერაში, რაღაც ხო იცი, მაშინ კინოში ვარ მარცხნივ წახვალ გადარჩევი, მარჯვნივ წახვალ მოვკვდები და ანუ რაღაც მეს მოვკვდები სვირჩები. ეს მე ვერ დაგიგმე კარგად. მე ხდები. წითელ ტაბლეტის. მე კოწახური არისო. ხო. ხდაი დაახლოებით ეგრე იყო რა და ანუ რო ვიტყოდი რა ხა მაინც ცუდი კარიერა მქონდა და არა ხო და ასე შემდეგ მაგრამ აი მაგას არ ვეთანხმები რაღაც ზარმაცი იყო და ასე შემდეგ ზარმაცი ნამდვილად არ ვიყავი ნუ ეხა თუ შემადარებ მანუ ჩარმარკოიშვილს მაშინ ზარმაცი ვარ ყველანი ვაფშე თელ დედამიწაზე და თუ შემადარებთ ხა ნორმალურ საშუალო სტატისტიკურ კალათბურთელს მაშინ არ ვარ ზარმაცი ხო იმიტომ რომ არა მარტო ეგ ეპიზოდი ზოგადად და შენ თამაში იმით გამოირჩეოდა რომ ლამაზი ისეთი რაღაცა high IQ მომენტები რომ ანუ წესით სტაბილურ დონეზე უნდა NBA-ის დონეზე უნდა ყოფილიყავი და ალბათ ხო კარიერაში მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრე დროს გიორგი ზედმეტ სახელი თუ იცი როგორც მოთამაშის ზედმეტ ეხ არ დამღუპო מחარ ეგ მაინც იცოდე თორე და მოგვეჭრა თავი მოდი მინიშნებას მოგცემ გინდა ხო და იცი რა წინა სტუმართან კისე რა מחარ პირიქით უკისერო წინა სტუმართან არის კავშირში წინა სტუმარს აქვს სახლში ვინ იყო წინა სტუმარი აი წინა სტუმარი ვინ იყო ეგ არ გახსოვს და ჰა გიორგი ბაქრაძეს ბუ ხო რატო ისე სატრია ისე რა იგივე არა აკეს გორიდან წამოვიღე აი რატო დაასკვენი ეხა შენ თო დაასკვენი და შენ თო ანუ ბუ ორი რამის გამე უნდა გერქოს ერთი რომ ჩუმად დაფრინავ და ჩუმი ტიპი ხარ და მეორე არის რომ თავს ატრიალებს 360-ით ეგ არის ანუ ეგ დაკრიტვა აქვს იმას რა ქვია ცნელმა შემოხვა ბავშვობაში და ანუ ეს რაც no look პასი იცი რა სთიშნა no look ნახა no არის არა look არის გახეთვა ხო უნდა მივცემ და აქეთ რო ვიყურებ და აქეთ რო მიცემ რა ანუ არ უყურებ და ისე აკეთებ გადაცემას პასებს ვაკეთებ მე ფეხბურთს რო თამაშობ შენ ვერ უყურებ ვერ ასწორებ ფოკუსს და მაგიტო და მაგ იმითი იყო მოტყვის არის თულია ეგა არა მართლა ვის რა დონეზე არის არა მართლა რთული აი ხა რთული აი შენ რო ტიპი ხო ნახარ პას რო აკეთებ ესე ხوار მიდიხარ რა ანუ ტიპს ხედავ და მე ვიხილებ და ატყობ და ოპა ტრაექტორია მუნიმან არ უნდა შეიცვალოს ტრაექტორია რა მიდი აბა ის პასი ანახე და კითხეო რთულია თუ არა დაიჭირე ხო მაგრამ ხო იცი მან აი იგი შენთან გავაკეთე იგივე მე ვზივარ შეჩემა და ეხა ის არა აქვს მნიშვნელობა აქ ამაზე მნიშვნელობა სპორტი რომელსაც მე ვერ ავითვისებ ხდები ხო სად ვეხსნები და როგორ და მზად ვარ თუ არა რომ შენ ლუკ პასი მივიღო מחარ აი დაგურავს კალას გასტროლი ბუს ნუ ეხა ეს აჩიკოს ბიბლიის 40 კაცი ზის და იქ ისროლა და ვერც ერთმა დაიჭირა და რავი შეგვიძლია ნელა გადავიდეთ საინტერესო ნაწილზე ჩვენი პოდკასტი საინტერესო ნაწილია ეს ვარ უნდა ბიჭო ხა ამას დუბლიონკით რომ იზის ამ ამიტომზე შენ გვერდზე არა ვარ მართლა დაპირისპირებული ხარ კიდე ხარ სტუმარს შევთავაზოთ პირველად აჩიკო მაგარი კაცია საინტერესო ნაწილზე გადავედი რა წავიკითხო თუ რა წაიკითხე ხამაღლა ფეხი გააჩერეო და ეხა ამიმოძრავ და ფეხი ამდენ ხან გაჩერებული ასახელე მაქსიმუმ რამდენ მეტრზე შეუძლია ვერტიკალური ახტომა კენგურუს შორს ვინც იქნება საკმაოდ სკამიდან უნდა ახტეს მაქსიმუმ სიმაღლეზეო ეგ ხო ქონდა ეგ სკამიდან ახტომა מחარას გაკეთებული აქვს თან მოშენად 10-12 მეტრი იყო მე შორტები მოცვია ვერ ახტები კიდე ახტომა გინდა შე კაი უნდა დავწეროთ თქვას თუ რამდენ მეტრი ესე ანუ მიწიდან ზემოთ ხო მე ზუსტი ციფრი და ვიცით ანუ უეჭველი რამდენზე ხარ არა ინფორმაცია აქვს მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ მაგრამ მე ზუსტად ვიცი იმიტომ მე კენგუროლოგი ვარ და ძალიან ხშირად უყურებ ხოლმე Discovery-ს. კენგურუ სიგრძეში უფრო არ ხდება? სიგრძეში ხდება, მაგრამ სიგრძეში გქონია და სიმაღლეში გეკითხება ახტომაში რა. ეგ ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, მაგრამ დაარჩეს თუ ეფესური. აი, მზად გვაქვს პასუხები, დავითვალო? გვაქვს პასუხები? მიდი. 3, 2, წავიდა. 4. აუ, 3 პირველი რომ მე-4. 3 და 4. 4, 3 ნახევარი თქვი შენ? 3. ყურადღება სწორი პასუხია ზუსტად 3. ზუსტად. მე წავაგე? წავაგე არა, აი ხა შენ რო ახტები ძველ ვიდეოს ავიღებ და ერთად მაგამონტაჟებ რა. შენ და מחარას ერთად ამას უხდება დაცემა შეჩემა. ან ყველა კაცთან იმაზე ახტომა არის? არა, არა. ძირითადად ეს ყველა ფურცელზე რა სკამიდან უნდა ავხტე?
ამას დაცე ბიჭო ეს ისეთი გატეხა ჩემი დედა ესეთი ჩელენჯი იყო რა გავაკეთო მეგობრებო ამას ხდება დაცემა ისეთი მასაა შეჩემა რომ დაცემა უფრო უხდება არჩი ესეთი რაღაცები წერე რომ სტუდიო მთელი დარჩეს რავი ამოვიღებ ეს რა შუაშია შენ ახალ გამოსწრებული რა დახტում 180 კილოა შეჩემა არის დოეგი იმაში გეთქვა მე შენს კიდე 4 და რომელი ერთი დახვდებოდი ისე რომ სკამს არაფერი მოუვიდოდა ასოციაციების თამაში შენ ამბობ სიტყვას ოქროს მონეტა თამაშდება და ასოციაციების თამაში შენ ამბობ სიტყვას და მე და მახარ როცა მზად ვიქნებით რომ დაგვითვლი 1 2 3 ერთ ეგრე სიტყვა უნდა ვთქვათ მაგ შენ სიტყვა თორე წავაგებთ თუ ჩვენ დავამთხვიეთ და კალათბურთზე ვთქვათ ფარი ჩვენია ქულა თუ მე ვთქვი ფარი და იმან კილიმანჯარო რაც ხშირად ხდება ხოლმე მაშინ ქულა შენია ეხა აქ საინტერესო ამბავი მოყარო სტუმრის მეგობარი რომელიც სტუდიის იქ დგას როგორც კი თამაში ახსენებს გვერდზე გატრიალდა და ვერ მოიგებ და ძალიან უიმედოს გაიხარა ამიტომ მე მგონია რომ პირიქით სტიმული უნდა იყოს ეს შენთვის და რა შვებაო წაგებულია წაგებული არ ფსარშება მაგრამ მოგებული ოქროს მონეტას შენ თუ მოიგე ნამდვილ ოქროს მონეტას მიიღებ გვერდზე ოთახში სადა დაკარგე შეშება მაგრამ აქ თავარი მომენტი არის რომ ესენი ანიშნებენ ერთმანეთს ეგ მინიშნებება შეგიძლია დაუბლოკო რა თუ მიხვდი რას ანიშნებს მაგ სიტყვას იტყვი და ვეღარ იტყვიან მაგ სიტყვას რა დაბლოკვა შეგიძლია სიტყვის ორგანოებზე გვიჭის ადამიანის ძალიან მართლა წინაზე ერთი მომენტი ეგრე დავკარგეთ ვალი რა მე ხმამაღლა უნდა თქვა ხო და მე ჩვენ უნდა ვიფიქროთ რა შეიძლება დავამთხვიოთ ასოციაცია რა ვიცი კალათბურთი კალათბურთი ზოგი სიტყვა არის რა ზოგადი ან წეგან აი ხა ამათ უნდა დაკვირვება რომ ანიშნებენ რა დაკვირვება წეგან მაგალითად ვთქვი კაცო დაითვალე ვაფშე არ გვინდა დაუთვალე იგივე 1 2 3 ფარი ხო გითხარ წეგან კალათბურთი არ ფარი მეთქი და ეს უკვე ჩადებული იყო სანამ შენ საუბარი დავიწყეთ რა მივანიშნე წეგან თუ კალათბურთზე ფარი ვთქვით ხო წეგან ამას ლაპარაკ ანუ თვითონ სტუმარი საუბრობდა ორამდეა გავართულოთ ესე ორამდეა კიდე თუ გინდა ეგ რო არ ართულო ბოლო რაც გაქრთული ის სიტყვა თქვი ეგრევე ხო წავძაბოთ გალა მოდი რა შოუსთვის ჯობია რომ წავიძაბოთ ოქროს მონეტა მოვიტანოთ ისინი არ გამოიყენო რაც გითხარი დაიკიდე ხო რა თქმა უნდა მე თავდაჯერებულები ხარ თქვენ ღამე რა გინდა ეგრევე აი ხა მაგაზე სხვა მაშინ გიჟივით სხვა რამე უნდა ვთქვა ხო არა მახარ თქვათ ეგ მიდი დაუთვალე 1 2 3 დღე და ბუს ვფიქროდი რომ ბუსი ხო უსჩი კიდე წააგე რა ისა რა ქვია ავაგეს მაგის გადასახადის პოდკასტი რა უხულოთ არა ის არის უფრო ზოგადი რაღაცა უნდა თქვა რასაც პირდაპირ სინონიმი არა აქვს რა უფრო გართულდეს თუმცა ქონდა ნებისმიერ სიტყვაზე წინასწარ გამოზადებული სიტყვა კი მახარამ უკვე თავიდან მანიშნა რაც უნდა გვეთქვა და გავაправებდით მე რამენარად ანუ ეს არის თამაში რომლის მოგებაც შეუძლებელია რა არა წაგებული უნდიშა მოიგო ხა ის იმიტომ რომ ამის ახლობელი იყო და უთხრა აუ ბიჭო ეხა თქვენ ნუ მიმრცელებთ ეგ ეთქმევთ გე ნუ აქცელებთ მე დათვი და მგელი ვიყავი მე დათვი და მგელი იქ ნანახი სად მიდიოდა ფორმები უჩემოთ აუ როგორ მიყვარს 1900-იანი წლები 1900 წელს სოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ფილადელფიაში იდგა. დაასახელი ამ შენობის სიმაღლე. შორს ვინც იქნება, უნდა წარმოიდგინოს, რომ ამ პერიოდში მცხოვრები გლეხი კაცია და ფილადელფიაში გლეხები იყვნენ. და ამ შენობის ბოლო სართულიდან იყურება. 1900 მე თანამედროვე გორელი რო იყოს იგივე სიტუაცია იქნებოდა. 1900? 1900 წელს ფილადელფიაში. ყველაზე მაღალი შენობა რა იყო? ეს იყო და ერთდროულად თქვათ მაშინ მეტრებში, ხო? საფინანსო შენობა იყო, დაჟე მაგასაც ვიტყვი. ხო, ეს იყო საფინანსო. მაიცა. ერთ-ერთი საფინანსო რომელი ბანკიც ეხაც არსებობს. საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ეხაც არსებობს 1900 წელს დაიწყო. მეც მინიშნებას ვერ მოხსენთ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ეს რა. რა ხარ? არა, ყველა მერტად უნდა ვთქვათ. რა ხარ? კაი, დაგვითვალიათში? ჯერეძებს. რამდენი მე 3 2 წავიდა. 50. როგორ? მე 55 ვიქნები მაშინ, ჰა. რა თქვი? 50 ვთქვი. ვაშ 50. მე 60 ვთქვი. ორივე წავა. 50 60? ხო. ყურადღება. სწორი პასუხია 265.
რამე ხო არ გეშლება. მე მოვიგე. 1900 წელს 50 მეტრზე მაღალი ორი იქნებოდა? 265 მე 55 თქვი არა? ანუ შენ 50, მე 55 ავიღე. მახარ ამ წააგო. მახარ გადმოგხედე 50 ხო თქვით ორივემ და ერთნაირი ხო არ გვექნება თქო მე 55 იყო თქო 50 რა ვთქვი მე კილომეტრი ინჩ არა მოიც მილებში ამერიკაში მოიც რა თქვი 50 რა თქვი მილი წააგე შეჭამა რატო წავაგე მილი რა არის კილომეტრის ის არის რა ქვი კილომეტრი და რაღაცა ერთი წუთი იარდი ბოდიში აუ სუგამ 167 მაგას გეუბნები შეცინო რა არაფერი ხე 66 ჩამოვა შენთვის არაფერი არის რა არის სულება ჯესეთი მე შენ მილი თქვი ხო ბიჭო მომისმენთ ხო მილი თქვი მე ხო მილი წაგებული ძალიან შორს ხარ ახლა არა ლივჩი ხარ всё მიდი რა ლივჩი გადმოგხედე ზემოთ ხარ 100 რაღაც საერთოდ ჯერადი ძალიან ლიფტია აი ძალიან დიდ როჭი ნახევარსაც ჭირდება რა ავიდე რა ამ შემოზე ავედი? და იხურები. ნორმალურია რა. ის რატო იძახის ის? შენ წააგე? მე ქვემოთ ვარ. შენ ხო ზემოთ ხარ? მე მე თუ უნდა გადმოხდი? ბიჭო. ბიჭო. რა ხდება აი ეზოში? ფილადელფიის ეზოში. რა ეზოში შეჭემა? 1900 წელს. 160 მეტრზე ხარ რა ეზოში. ვერ ხედავ ეზოს? მე ტურბინდი. ახლა საფინანსოს ისა რა. კაი, ჩემი აზრით კალას რო წაიგო უფრო საინტერესო იქნებოდა. შესრულება დავალების გადავიდეთ შემდეგზე. კიდე კაი მე არ წავა. მაგრამ რამ ხელ შევაწყო მოგაყენა აჩიკომ და შენ კიდე რა მითხაე რომ მე შენკენ ვარო და ისეთი შევაწყო მოგაყენა ახლა აჩიკო იმენა ნახო აჩიკო გაჩუნდი აყალებ როცა ვზიართ რატო გადაწყვიტე მან და შენი ხმა ვინმეს ანუ სასეონოთ ხმის რა წერია ეგეთი ვინც ეს ამოიღო და მე ახლა ვინც ეს ამოიღო სუდი არაფერი ეწერა გული გაუპოს დანამა არა მახარას უკეთავს ახალ ჩასაბერ ინსტრუმენტზე შესაძლოა მელოდიას მახარას უკეთავს ახალ ჩასაბერ ინსტრუმენტზე შესასრულებელ მელოდიასო შენ შეუკეთო რას აუ კაი აჩი რა უძღლა შეჩემა ამის არ მიყვარს ხოლმე ბიჭო სტუმრებთან უძდელობა ამის დედა მართლა რა ხობაა შეშო მელოდია უნდა აურჩიო შენ აი რა აზრია გასკეთო შედეგებს და ადულს გეტყვი მიდი დანამა რაღაცა რა დანამა ჯერ ჩაუბერო ლა 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 აუ კარჩი შენ ის გაგიჟე ჩიკენ ნე ბიჭო ძალიან დიდი წერა ბიჭო ჰაერი არ მყოფნის მალე ხარჯავს ხო ნადგარი ანუ მოუკვდება ანუ არის ეგრევე ინსულტით მიზერება დორება დანამა იყო ხო და ჯერ იყო მარტო ეს ხა დანამას რიმეიკი დიდი მინდორი იყო ჯერ მელოდა როგორ არის დანამა აჩი ხა იცით უთხარი კალას მიმეც უკეთესი იქნებოდა თქო მიდი რა უთხარი გააგიჟე ვაფშე ამის ეგოზე უნდა ითამაშო ბიჭო აი დასრული ხალხი ანუ მოიყვანეთ სტუმარი 20 წელი ნაკრებში კაც დათამაშებდა აი ამას უნდა აყურებინო ეხა აი რატო ჩაწერე ეს თემა აი რატო ჩაუგდე ლოგესპის ბა შეგამოგებულ გესმე თაბლო დამეხო აუ ვერაფერ შენ რო ჩაბერო და მე დაუკრა მართლა შენ აგერ სალამუზე ჩაბერე მე ამაზე ჩავ მაგრამ რაღაცა მე ხა შემეძლო მე თქვა მაგრამ არ გითხარ ვიცი შეჩემა მე ხა აგონიაში ვარ იმიტომ რომ მართლა ძალიან ცუდად გავხდი მახარ ამოიგე რა შენ ჯერია ეს შეგახსენებ გიორგი ბიჭო ფლეიტა ხო არ არის შენ რა მნიშვნელობა რა არის ვერ უკრავ რას არ უნდა იყოს რა
შეგახსენათ მეგობრებო, რომ აჩი ვთქვა, რომ საინტერესო ნაწილზე გადავიდეთო, წეღარო ლაპარაკობდით რაღაცა კარიერაზე გიორგი რაღაცას მიყვებოდა, ეს უინტერესო იყო და აი ეს აი აქენ დაუკარი, მე რომ მეუბნება თან, მე დაუკარი, მე იმას, აი ეს არის საინტერესო ნაწილი. ნახე თან, ბიჭო, ხო შეიძლება რომ დანებდე, რომ არ გამოგივიდა და ამდენი ხანი უგვეყურებინებ ამას. გადადე რა. ბიჭო, სუტკის აღება. შეგვიშვი რა, გეხვეწები რა. ყალა, შენი ჯერია. თუ מחარას. არის, რაღაცა გამოგივიდა. მიზიდეში ბიჭო რა თულია. ამით უნდა და ამ გაფორმების ფონზე მეგობრებო შემდეგ თემას წავკითხავ. გიორგის თან არის შეკითხვა, კალბურთელი რომ არა, რომელ სპორტს გაყვებოდიო? მარტივია. ძალიან მარტივი კითხვაა, ხო? აი, აჩი არ ხარ მომზადებული. არ იცი რომ განვავრცოთ, იმიტომ რომ საინტერესო არის ფეხბურთის მოყვარული რო. არა, ვიცი, ფეხბურთზე დადიოდი ბავშვობაში, აქტიურად დადიოდი. რა მომენტში გადახვედი? ერთხელ თმაგიტო ჩერდება. ერთხელ რაღაც იმაზე რა ქვია, რაღაც წვიმიანი ამინდი იყო და თან პაходу კარებში ჩამაყენა მცნელმა და მეთქი კარებში არ მინდა მეთქი და რაღაც ვარჯიშზე მას პროტესტის მაინც გამოვედი წინ სათამაშო და კარგად ვითამაშე, მაგრამ სუტალახია მინდა რაღაც გადავიჩეხე, გადმოვიჩეხე და მე ვფიქრობ პარკეტი კარგი ამბავია. სახში გითხრეს რომ არ გვაწყობს ექსპორტიო და რა პოზიციაზე თამაშობდი? სულ ეგ კარიდან გამწინ გამოვედი იყო. სულ მეტი არ ეგოში სულ თამაშობდი ხომ, აი 24 საათი ფეხბურთს თამაშობდი ხომ. ერთხელ ბავშვობაში რა რაღაც უბნებს შორის ჩემპიონატი ტარდებოდა თბილისის. და ჩვენი უბანი გავედით ფინალში და იმაზე იყო რა ქვია. დინამო სტადიონზე იყო ფინალი დიდზე. და მაგ დროს მქონდა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში. მეთქი ხა რა ვქნა მეთქი ეს როგორ მოვიტყუო მეთქი ხა აქ ნაკრები მივემგზავრებით სადღაც ტურნირზე და აქ რაღაც ამხანაგურია ხო იდეაში ფეხბურთი ვარც არის ჩემი. მაგრამ უბანია შენ სულ. და მივედი 16 წლის ბავშვი მეთქი მივედი გული მტკივა მეთქი და გული არა ის მტკივა 16 წლის. ეგ სადუთხარი. წამოდი ხა ირბინეო კალბურთზე უცხოეთ მე მეთქი დავამძიმე რა რაღაც ფეხი რაღაც არაუშავს მე. გულით სად უფრო გინდოდა? შენ რა გითხრა თოთო ფეხბურთზე მინდოდა რაღაც. ვა, რა მაგარი ის არის ეგეც. გული მტკივა მეთქი და გული არა ის მტკივა წამოდი. ახალგაზრდულ ნაკრებს ეგიცვლიდი იმაში უბნის ფეხბურთის ჩემპიონატში. ხო, ანუ მე და კალბურთატორი ვითარდება ვაგე. კაცი აგე ლეგენდარული კალბურთელია და უბნის ფეხბურთის ჩემპიონატის გამო ნაკრების მოშვებოდა, აცდენდა ბორს. მაგრამ ხო იცი ჯერა რომ ანუ ფეხბურთში რო წავსულიყავი ფეხბურთშიც წარმატებული ვიქნებოდი. რაღაც ეგეთი ისა მაგას შენია. ხო, შეგრძნება. აი ის მაგალითად ყველაფერში მაგარია. აი სადაც არ უნდა შეუშვა, ნახე. მუსიკალური ადამიანია. სხვა ტიპია ვაფშე რა. ანუ ადამიანის პრიორიტეტები რა, ანუ პოდკასტი, მე ხომ პოდკასტები მიყვარს რა, მოსმენაც მიყვარს, საუბარიც მიყვარს, ჩემი პროფესიაც მაგას უკავშირდება და კომფორტულად ვზნობ თავს რა. ხა ის იმას რომ მივეცდით პირს ჩასადები რაღაც. აღარ გამოუხედავ საკეთ 5 წუთია, იმას ებღლარძუნება და აჩი, რამე ცალკე გადაცემა გაუკეთსას, გატესტავ სამეებს რა. გაიგე? unboxing-ი ან რაღაცა. ხო აქ რაღაც საჭმელებს და რაღაცა. ხო, მიდი შენ იყავი გველი შეჩემა, ეს გამიკეთე, გეხვეწები რა. ეგ გველებს ვაფინები, რა ჩემი აჩიკო. მიდი დიდი გოდოლი მოვიტანოთ, ეს ჩაჯდეს და ამოვიდეს ძალიან მე დაჟე ჰარდეს ფორმას ჩავიცმებ შეჩემს მუცელი რაღაც გავაკეთებ დაჟე მაგ შეპოსა დიდ გოდოლში რა ქვია ბიჭო აჩი კობრა ამას ამოყავს ის რაც არის რა საკრავს რა აღმოსავლური საკრავია ერთი აქ მარტო ამ ხვაფში არაფერი არა პროსტო უნდა შენ დაკრულზე არც ერთ გველი არ ამოვა ჩემი აზრით ეგ არის მელოდია. მიდი რა გეხვეწები ეს არის. გამიწრე ის რა. გაიგე? 3 წლის ბავშვი. ვინც ეს ფუტელი ამოიღო, კალათბურთის ფარია. მე ძალიან არ გამიხარდა. ძალიან არ გამიხარდა. მე და გიორგი შევეჯიბროთ. დააჩენი ორი მსროლელი. ვაუ. ფარის ზომას და
ფორმას არჩევს თვითონ ფარი. იასნია. ფარი ხო გინახავს. თავარია შეიკრას ჩასაგდების სივრცე. მსროლელები რიგრიგობით ესვრიან ბურთს, სამი სროლის შემდეგ, ვისაც ნაკლები ჩაგდება ექნება, იკეთებს სადამსჯელო სათვალეს და საკბილეს. რა საკბილე ხარ? რა, შეჩემ. მაგას გაარკვევს წაგებული. მე რაღაც საკბილი არ მომეწონა და უარს ვიტყვი. მართავიდან ჩამოყალიბდეთ. უარი არ შეიძლება. უარი არ შეიძლება და არა, საჭმელი არ არის არაფერი. არა, ხო, ეს რო იკეთებენ ხარ. მაგას არ გავიკეთებ ეს. მაგარ ფარი გააკეთე შენ. ფარი არ ლაპარაკობს. მაგას არ გავიკეთებ. წავაგე მე გავიკეთებ 20 შენკბილები მაგ კიდია. ბურთები გადააწოდე და ფარი შეკარი. მაგარ. მე აქედან ჩავაგდო? ეს უკავად ბურთის ბურთია ეს ამერიკული და ეს არის ფეხბურთი. რომ იცოდეთ თუ არა. სამივეს არ ვისვრი. სამივეს ესვრი. სამივეს ვისვრი. რიგრიგობით სამივეს ესვრი. გიორგიმ დაიწყო. მე ვარ ფარი. აქედან? ადექი ძმაო, სად რა? აუდგე. ფარი ხარ, რო გადაწყვიტე, როგორი ფარი ხარ? ძალიან გავწ. აი, უნდა ჩავარდეს. მარითა. უნდა არა ერთი რუბრიკაცია გაუკეთე. გასაგებია. უნდა ჩაეტიოს მინიმუმ. მესმის რო ურთულებ. არა. შენ ბიჭო ფარი ნანახი გაგშე ჩემ არა არის? როგორი უნდა იყოს? შენ გული ფარი არ გვითქვამ შენ. აი ხო ჩააგდო. ოღონდ ეს ეკლიანი ფარია კიდია. ეს ჩავარდა. აი ზონა შევწ. მან მე მგონი ეს თუ ჩავარდება. გაუშვი არ მი არა, გაუშვი ფარი ვარ ეხა. მან არ ჩერდება ბურ. მოწყალი ორგანიზმი კი არა ვარ. ოპა, ხაჭი, ორივე გაჩერდა. შეარყია, ეხლა და შეიძლება ჩავარდეს, გარი. 3-დან 3 გიორგის კალას ჯერია. ხოლმე და ორივე ჩავარდებოდა ეგ ვიბრაცია. მახარ ეხა კალას შანსი მიეცი, ძალიან არ დაუვიწე. მომეცი ბურთები. გინდა წახრილი დავდგე, უფრო გაგირთულო. რო ვარდებოდეს ეგეთი მახარ. მე შენ ჩემი პროჭი ნანახი რა შენ რაიც ვარდება თუ არა. ჰა? მიდი. მოიცა. გუელ. გავიგე ფარი აქ არის გაფორმებაზე გუელ. აბა როგორ? კალა არის ფარი, ჩვენ შეგვეშალა. მართლა, ოპა. ეს როლე. იმით მე დადაჭუქლებით ის გამაიცნობს რა არის. შიტიდან ჩააგდე. ეგ ეგ ისი შეჭი. შეჭი. აუ რა დეგენერატი ხარ ბიჭო. ამოსაჭრელია? კალა, ამოსაჭრელია? არ ვიცი, გავმაგე. აროდია შეიძლება. ამას თუ მოჭრი გამატანეს ახში გიხვეწ. ანუ ამოსაჭრელია ისა? არაფერი. ამას თუ შიგარ კონდეს დედას ფიცავა რა. იგივე გავაკეთე ხა არაფერი რა. აი უზო ვისი პაროდია გააკეთა თუ გამოიცნობთ? აი მე ვკისრულობ, რავია, კაი სუფრას ვიკისრებ ძმაო. შენ რო იყო ამოჭრიდი თუ დატოვებდი? მე უეჭველი დავტოვებდი. ბიჭო რა? ანუ არაფერი ყოფილა. აუ აი ეგეთი მომოდელი პაროდია აი. აი მაგის პაროდია მარტო просто ხელი უნდა მიიჭირო ახში. თუ პროზა რო გახსოვდა შეჭა. ვერ მიხვდით ვერ გაიგე. მიკროფონი გამოწეული. აუ რამდენი. იმით დაშა. ვინც გამოიცნობს. აი მელექსე ცნობილი. ძველი პოლიტი რო იყო? პაროდია გააკეთა. აუ რასიც. რომელიც ხელს თუ აპარატით ლაპარაკობდა და ხელს თუ არ მიიდევდა ვერ ლაპარაკობდა და აი მან ესე რომ გააკეთა ამ ხელს რა უყო ხა და წაიღო და აქ მიჭირა აი просто აი ზად და ფრაზა ლექსი ახსოვდა თან ბიჭო ანუ ღამის შოუში აქ მოყოლილი აუ სუდად გავხდი არა მოწესა არ ეგეთეთი ჩემი ნიჭი არის პაროდებდა. ჰოკი გიფშევა ესე გავაკეთე. რატო შეიძლება რომ ის გავაკეთე? მუჰამედ ალი. მახარ არის პაროდისტი რა. მახარ არის პაროდისტი. ოღონდ ისეთი ადამიანის პაროდია ჩიშმოპირებს პაროდისტი ძალიან კარგად და მაგას მეუბნები სანამ ჯანმრთელია ისო ვერ აკეთებს ანუ რაღაცა უნდა ჭირდეს და
ფარს. რა სამე უნდა ჩავაგდო და რა მე. მიკროფონი მიშლის დანახე მიკროფონის. კალა ესროლე ხა გაიწელა ძალიან. შემა გაიწელებოდა. ფარი აკეთებ და ვახტანგ კოტენიშვილის პაროდიას და. ეს სამკულიანი იყო. აჩი ყველა შემოიტანე ხა იმას. მე წინასწარ თქვი რომ არ გავაკეთებთ ხო? აა არაფერი ისეთ შეჩემ. ვებს მოათრევს სტრიკა და დრაკულად. აი ამის პირს ჩადება არ მინდა ნახდათ. აი ბავშვები იდებდი რა პრობლემაა? არა, შენ მაგას ანუ ამ ხელკაც ხარ, კალა, შენ უკვე. ბავშვის სათამაშოა იდეაში. რატო არ გინდა? არ მინდა რა. მაგრამ მოგიხდა საერთოდ შორის კალა. მართ, აი ეხა ხარ ნახა რა გითხავ ჩემთვის რა ვარ? რა ასოციაციები გიჩნდება? აუ ის ჩაიდე რა. ჩაიდე. მართ, ხარავე თუ ნუ გაგიწევდა. მოვიწროვებთ. ნუ მოვიწროვებთ. უფრო სუფთა თუ გაგიწევდება, შემიძლია შემოგთავაზო რაღაცები. ხო აღარ არის. შეკითხვა გიორგის. ამოიღო. აა არ ჩანს არაფერი. ამოიღო. რაღაც კითხვა არის, მე ჩემი დავსვავ კითხვას. გიორგი, რა მაინტერესებს? რა მინდა გითხრა? რა ყოფილი, ანუ ხოზე ხარ ის არის რა. ვინ არის ყველაზე ნიჭიერი კალათბურთელი შენი აზრით? ვისთანაც კარიერის განმავლობაში თამაშია მთლიანად. აი ხო არიან, აი ვის თვლი რა ნიჭიერი. და ასევე ფეხბურთში რო გითხრა, უბანში ვინ იყო ხოლმე ყველაზე ძლიერი? უბანში მე ვიყავ. აი ხო უცებ გამიჩნდა ეს კითხვა და მინდოდა რომ დამესვა რომ ისე არ წასულიყავი ჩვენგან რომ ეს არ გაგვეგო შენს გარდა ვინ არის ნიჭიერი კალათბურთელი? უისე რა იყურება გააჭმე. აი შეთოშო გატაკო ეხა ეს თიჯო რა როლი დნიხარ. ყველაზე ნიჭიერი? რავი, ბევრი. აქტიური? თუ აი კარიერის გავაბაში შენ ვისაც არ ეზარებოდა. ყველაზე ნიჭიერი ტიპი სხვათა შორის ერთი ბიჭი იყო აი ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, მე შეეშვა. გიორგი მამაცაშვილი იყო, ქართველი. ანუ სასწაული იყო. აი ხო არის რაღაც ლეგენდები ხო არის უბანში რომ ვიღაცა მაგათთან ბავშვო. აი ეს იყო რაღაც ფენომენი იყო, მართლა ვიძახი და უბრალოდ პროსტა აღარ მოინდომა კალათბურთის თამაში. აი სასწაული იყო. ეხა არ ნანობს ისე ან რაღაც. არ ვიცი ხა არ მოქიქს რა. არ მინახია სახელმწიფო რა იყო? გიორგი მამაცაშვილი. გიორგი მამაცაშვილი თუ გიყურებს, არ ვინმე თუ იცნობთ ეგეთ ადამიანს ძალიან მაგარი იყო, ძალიან. და კომენტარში რომ დაგვიწეროს თუ ნანობს ამ ყველაფერს. მე მაგალითად შევეშვი, არასდროს მინანია რა. ფეხბურთს შევეშვი. ვინამე ფეხბურთს დადიოდი კაცო? ეს და ფეხბურთს ერთად დავდიოდი. მაგრამ ჭიდაობას რო შევეშვი, აი ეგ ძალიან ვინანე რა. ნუ ეხანდელი გადამოსახედა. ლიმონი ცოტა ფულია მაგიზე. ანუ ოლიმპიადა რო ვერ მოიგე ეგინანე უფრო, ხო? უეჭველი მოვიგებდი თან ის რა უნდა გოლში ჭიდაობაზე და ვინები გამზდიდნენ ხოაზე ხარ ხა წარმოვინებს ეხა გაზარდეს. მოვიგებდი, გადავაყირავდი, წარმოვდი, მიეგდი. არა, მაგას შენ ძალიან კარგად გილას ხარ, სადაც ხარ, აქ უნდა. მაგრამ ლიმონი ვერ ვიშო. მე იმის პაროდიებს ვერ გააკეთებდი. და ჩემი საყვარელი მომენტი პოდკასტის ისტორიაში კიდევ ერთი დაემატა. ეს არა მოიჭრება, რა თქმა უნდა. მე თუ მოიჭრება, მე გაგაცემიდან წავალ. იმიტომ რომ ეს თელი პეცი არადია იყო რა გინდა შეიძლება კი ხა მე რა მენაყოლებათა ვაფშე არ მინდოდა დღეს მეთქვა მაგრამ თურმე სტალინი ეს გიტყვი რა გორიდან ერთი ფაქტი ახალი რუბრიკა სტალინს რაც გააჩნდა ეს სამი კიტელი ორი ფეხსაცმელი რაღაცები სახელმწიფოს საკუთრება იყო იცი ანუ თავისი არ ქონია ანუ სახელმწიფო შტამპი იყო რომ სახელმწიფო საკუთრება იყო საბჭოთა კავშირის ეკუთვნოდა წარმოიდგენა სტალინის ხელფასი არასდროს აღემატებოდა მაღაროში მომუშავე მუშის ხელფასს მაქსიმუმ 100 რუბლით რა ხდები ანუ მაღაროში მომუშავე მუშას თუ 100 რუბლით ხო და ამას ეს ისე ვიცახ ინფორმაციის წყარო ქიშვარდისგან ხო არ მოდის მოიცა ქიშვარდას გარაგინაში განდილა კაცი შენა აი 15 წუთის წინ შეჭრა რას შენ აკეთებდი აქ
მე შეიძლება სერიოზული სახით დაждდა რაღაცაზე ილაპარაკო. არა, მე დღეიდან ვიწყებ სტალინის გათეთრებას. რო იმანჭებოდი იმაზე და საქსაფონზე თუ სტალინის გათეთრებას ვიწყებ და როგორ მე უნდა გადავფარო ის 2.300.000 კაცი. მე გიორგისგან მაინტერესებს. ვით უნდა გადავფარო. ამიტომ დღეიდან იქნება სტალინზე კარგი ფაქტები. კაროჩე, ტიპი იყო ამ ხელა როჟა. და ფული არ აქვს და ფული არ აქვს, იმიტომ რომ არ დაინტერესებდა ბერიაც მაგას ახს რომ ეკიდაო იმენა რა. აი ვლადიმერ ისინი აქ ბევრი უფლს არაუფლება, ხო? ბიჭო, არ ვიცი. ხო. აი ხა ესე პუჭურები დიქტატორები ხო იბრძვიან რაღაცების ტიპი რა იყო, რომ ფული იმდენი ქონდა რომ ეკიდა ფული. ახლა ყველა პოდკასტზე კომენტარებში გვიწერენ ქიშვარდი როდის მოვა სტუმრად. აუ არ ვიცი ქიშვარდასთვის არ ახართ მზად თქვენა რა. ქიშვარდი არის შეჭემა 5 წელია შენ გიყურებ. პაპა მისი ვინც არის ის ბაბუა მისი რომელიც გორში ცხოვრობს და პაპაშვილისთვის არ ახართ მზად აი ხო. მაგრამ რამდენად მაშინ გაუსწამეთ ხომ გულები რომ ქიშვარდი მაგარი ხარ რაღაც ვირო. მსგავსება არის შენ და ბაბუა შენ შორის? ვაფშე სხვა. არა ხარ გავხარ? ჩემნე მარფინის მეძახის მეთქი დღემდე გონია რომ წაბანს ვიკეთებ ტატურო მაქვს. კაი, გიორგის მინდა ვკითხო, რას ურჩევდა ჩვენ გადაცემას, აი რა დავამატოთ, რა ამოვიღოთ. ხო არ გეჩვენება რომ სტუმართან დიდი კომუნიკაცია არ გვაქვს ხოლმე და უფრო მეტად უნდა ვქონდეს. კითხები უფრო მეტად მე როგორც ძალიან წარმატებულები ხართ და ჯერჯერობით იყავით ამ იმაზე. ამ ტალღას დავრჩეთ? ხევათ სპორტული კითხვები აი როგორ არის ჩვენთან ადამიანობას ეძებს სპორტები ჩვენ არ ვეძებთ თუ რაღაცა ან სპორტი ძალას რო ეძებო სპორტში ხა შენ გაგიჭირდა ძალას ბევრი ვეძებოთ მაგრამ ჩვენ გვინდა ადამიანი რომ მოდის ორი თამაშმაინც ხომ უნდა კონდეს დანახი მის რაღაცა კითხვა რატო შეჩება არა სპორტზე რო რამდენი სპორტია შეჩება ანუ სპორტზე რო კითხო რაღაც აიჯი შეხოიცო სპორტზე რო კითხო მეთქი რაღაც შეხოიცოდი აქ რატომ აყენებ მე შვიდად მითხარი უკვე ეგ სიტყვა და მე ერთხელ არ მithქვამს ბიჭო რა არის მაგის და გავი იმიტომ შვიჯერ ესე გააკეთე შეჩემა არა ღირსი ვიქნებოდი ყვილ არ გათქვამინებდი ღირსი ვიქნებოდი მე მაგრამ მაგას არ ვამბობ ბიჭო სტალინზე დახურით ღირსი იყო და იმიტომ დახურით არა მაგას არ ვამბობ რომ მე ღირსი არ ვიყავ მაგრამ ცოტა ხო შევა შენ თავი შეიკავო კაცი მოვიდა სწორ და წეგან რა იმაზე კაში ეკერა ვიზი თქვა ანუ აუხილდია ჩის კაცი ენციკლოპედია კაცი 12 ტონი აუხილდი ანუ არა აღარ მახსოვდა რუსული აი ეგ არის ბიჭო ტიპი აღარ მახსოვდა და სპორტული კომენტატორი 30 ლარს იღებდი თითო გადაცემაში პატარა ფულს ხო არ იღებდი პირველ არხზე ეგ იმიტომ რომ ის ფული გამახსენდა რაც ჩვენ გაშეჭამა ჯიბიდან რაც ჩაიდო ჩვენი ხალხის მაგის 30 ლარი შეგიჭამე შენ ხო ხო იღებდი თითო ლარში 30 ლარს ვისი ფული იყო ეგ არ ვიღებდი 30 50 ხო იღებდი პირველ არხს უფრო მეც ვიღებდი 70 ხო კაი არა პირველ არხს ხელფასი მქონდა კაცო კოლოსალური თანხები გასაგებია კოლოსალური არა მაგიტო და თუ არის შეჭება გაანები თავი აუ მე მინდა კითხო იმაზე კომენტატორებზე რა რაღაცა გამიგია რა გამიგია რომ სპორტსმენების მხრიდან უკმაყოფილება კომენტატორების მიმართ არის ხოლმე რა და რამდენად ახდენს ზეგავლენას ეგ აი ვიღაცას რომ ცოტა ეთყობა ესეთი წაყვანა რა აი ერთი ლაპარაკეთ ნაკრებს დაწონებული ერთხელ მქონდა შეხება თან ქართულ ჟურნალისტთან ესე რა თან ჟურნალისტთან ეხა ვივლი ვაფშე სუყოლეზე საქმე რა ერთი ევროპის ჩემპიონატი აი შენზე ამბობდა ცუდ და თან ახლა ეს ფეხი მქონდა გადატრიალება აი აქამდე მქონდა ლურჯი რა ვერ თამაშობდი რაღაცა ლაპარაკობთ მე მივედი და მეთქი რა გინდა მეთქი ანუ რა დაგაკელი მეთქი ცოტა ისე ანუ არ ითვალისწინებდა თან იმას რომ ტრაუმირებული ჩემს არ არის მაგის საქმე ანუ ტელევიზორში დგას და თავის მოსაზრება გამოთქვას ის კარგად თამაშობს და ცუდად თამაშობს ანუ კომენტატორია ბაზარი ხო მე განხილვაშდი იმაში და ექსპერტმა განიხილვა კომენტატორი ანუ ლაპარაკობდა ხალხს განაწყობ რომ ცუდ სიძახია ეს ვიღაცა შეიძლება გამოიძეს მართლა იფიქროს რომ ცუდი არის რა ხო თან როცა ვერ ერკვევი დაუშვათ და ერკვევა ეს არ გეთახმება რო იცოდე ეს არ გეთახმება ვერ ერკვევა ნახე ის კონკრეტული ვერ ერკვევა მე მგონია რომ არა აკრების თამაში როცა მიყავ და ცით ლაივზე რო ზიხარ და მიყავს ჩემი აზრით რა ანუ აი ეგ ნეგატიური ქართველი იყო უნდა იმას აქნა ჩახსნა რა და უბრალოდ ანუ ის კონდეს რა ბიჭო შეფასებების მართალია რა გინდა ანუ ნაკრების თამაში რაღაცა აი სიტყვაზე ვიძახი გიორგი ფუფ რაც უდათ ისროლა ანუ არ უნდა თქვა გეთახმები ხო ფუფ სამწუხაროდ
არასწორი გადაწყვეტილება, შენ რა იცი როგორ გადაწყვეტილება მივიღე, რა გადაწყვეტილება მივიქნა და მე კარგი მივიღე და იმან ვისაც მივეცი პასი, შეიძლება იმან დაავიწყდა. ხო. ხდება ხოლმე ეგეთი. კორექტირებები არ უნდა იყოს, რომ ესე ჯობდა და რაღაცა გეთანხმები მაგაში, ხო? ნაკრების თამაში როცა ეხება საქმე ხო რა. თუ რაღაცა ის მიხავს კარდიფი ისა რა ქვია, შეფილდი, იქ შეგიძლია თქვა, რომ თქვა ცოტა იუმორისტული გაუ. შენიერი არ ანუ ის ხო ქართული ზუსტად რაღაც ეს კომბინაცია დავხაზეთ. წავედით, რაღაც პასი გავაკეთე და ვისაც მივეცი იმას შეეშალა, დაავიწყდა და ანუ ჩოლო ბურთი გადავაგდე აუჩი რა. თან ისე ძალიან წყმას მიგორდა ეს და გადავარდა. ნუ ხა ეს ვიღაცა გულშემატკივრის შენი შეცდომა ჩანს, ჩემი შეცდომა რა, ბურთი გადავაგდე აუჩი არაფრის გამო. და ნუ აი რა მე რამდენი დაკარგო აქ ცინცაძეს უკვე მე რამდენი რაღაცა ანუ ეხლა რაღაც შეცდომას ისედაც ხო უშვებ რა. ხო. იმას კი არ ვიძახი რომ რა თქმა უნდა. და ნუ აი ამას რო კიდე ამატებ შენ იმას რომ ამძიმებ და ნუ არ არის ეგრე რა. ჩემი აზრით თორე ხა შენ ხო, მახარ გაგიხარ და კომენტატორებზე ცოტა ისეთი კრიტიკული. არა, ბიჭო, რა არის იცი? ძალიან ცუდია, როცა შენ ერში მიდის თამაში და ხო, ცუდად განაწყობ, იმიტომ რომ რატო პირიქით რა, სტიმული, ანუ თუ ხედავ რომ ის ეხა ამ ეტაპზე რაღაცას ვერ თამაშობს მაგალითად მოთამაში და საბოლოო ჯამში კარგად თამაშობს, რაღაცა ჩაჭერა ან ცუდი არის რა. თან ამიტომ ეხა ფეხბურთზე რომ გვახსოვს ჩვენ ფეხბურთის კომენტატორები, რომლებიც იმედგაცრუებულები იყვნენ და მაგაზე არავის პასუხი არ გაძლიერა, ეგეთი ფეხბურთი იყო რა და ხო, რაღაცა ის რომ ჩააჭირო და ზოგადად ეგ ჭირს კომენტატორებს, აი ტრაქში იწვევ თიც რა, აი სხვანაირად როგორ არა ეს იწვევ. ანუ გიორგის კითხე და მაქსიმალი როგორ კორექტულად და მეწვის ხიძე რომ რაღაცა ისეთი არ ვთქვა ადამიანებს და აი კომენტატორი ტრაქში იწვევ თით, აი არა მჭირდეს ჭირიო ტრაქში შეიჭე ჭხილიო, აი ეგრე ხარ, აი გააჩვდი ჩაიწვი, შენი საქმეა ბიჭო, ვირა გაკიდი ნახვი, თუ იცი მინდა ითამაშე რა. ვიზე ამბობ, აი კონკრეტულად შენზე ხა გაიგე? ეს ძალიან დაგავიწყეთ, ძალოშენ გაიგონე, მულოშენ გეუბნება, მაგრამ ამ ეტაპზე შენ გეუბნები. ჩაიჯვი რა და წაიყვანე თამაში. გაგებინეთ, სტიმული მიეცი ხალხს. დღეს შემმართველობით შემოვიდა რეკორდული რაოდენობის გინება. ამდენი מחარას. რამღალა მთელი დღე ვითმინე, შეჩემა. რა ვითმინე, შეჩემა რა. მთელი დღე ვითმინე. ის თავისუფალი მიკროფონი რა, კაია მართლა. ის კაი რაღაცა გააკეთე, მიდი გაიმეორე מחარ. ბიჭო, ნუ აგიჟებ შენ. არა, კაი რაღაცა გააკეთა მართლა. დღეიდან ესე ვიქნა. ჩამოკიდებული מחარ. ის ხალხი ნუ იდიოტი, ნუ აი აფროზესია მეტი ინგლისური არ ვიცი ეგ ვიცი მარტო და მაგიტო მანდ გაწყდება რა. ჟორჟ ძალიან დიდი მადლობა. კაროჩე დასაჯმეს ყველას დაეჯვა შენ მაგაზე არ ნერვოზ მომიაქავა თვალებით მივხვდი ის თქვენს გინდა მე ყველაფერს ვიტყვი. ახლა ვიღაცა ვიგინდარებს აწი უკვე აღარ უსმენ მაგრამ თავის დოზით არ უნდა გესმინა რა. ეგ ტიპები 40 ლარს იღებენ თვითონაც თავისი გაჭირვებია ხდები? მე კონკრეტული მაგალითი ვყავს. არა, მე ესმის, ტიპი რომ მიდიოდა ხოლმე, ნიკოლაშ კალბას ყიდულობდა ხოლმე. ვადა გასულს რო იაფიანი ეყიდა, ისე წაიყვანა თამაში, ესა რა. იმიტომ რომ იქიდან ფული დარჩენოდა და უკან წამოსულიყო სახში. აი მაგ გაჭირვებაში უნდა გავუგოთ ეხა. მოწამლული ნიკოლას კალბასი ჩემი ღმერთმა დაიპაროს. ეგეთი წარმოვიდგინე, მოწამლული ხალ ნიკოლას კალბასი და მიყავს თამაში. აი სტუმართან მერიდება. მაგიტოა ხოლმე. აი სტუმართან მერიდება ხოლმე, თორე აი რა გიზამიცი, აი აგაგდება აღარ დაგიშვებ. იქციან რა. აა შენ რა რაღაცებს იმას რაღაცებს. მე აი სტუმართან მერიდება. ფეხბურთის თამაში რატო იძახი? უზრდელი სიტყვები არ ვიცი თუ რა. აი ხა კავალა. ეგ ანუ ჩემი არ იძამება. კომენტატორებს თუდათან მოწამლულია ბიჭო. არა, კომენტატორებზე ძალიან გთხოვ. კომენტატორებზე წესიერ ვილაპარაკოთ. აი ცოტი დავფიქრდე. აუ რაღაცა მკიდია. ვა. ეგ, კი, მართალი ხარ. შენ რა დაიცვა, მაგრამ აჩი უთხარ, შეკითხვა მაქვს რა. ლამპას დაუწიოს ახლა, არ მინდა რომ კი. ამას ჩავაყოფინოთ თავი. აი, თემის საინტერესო რაღაცაზე მინდა გადასვლა რა. აჩი, ძალიან საინტერესო რაღაცაზე ლაპარაკობ და კომენტატორებმა როგორი ტრაქს შეიხეს თითი ახლა, ეს არის? არა, ჩემი უინტერესატო იყო. ამოვწურეთ მე მგონი מחარში. არა, ძალიან საინტერესო იყო. გიორგისთან მაქვს შეკითხვა რა. სამომავლოდ როგორ გრძელდება თესეუში აპირებ თუ არა გაგრძელებას 39 წელს ხარ უკვე და ნაკრები არ ვიცი ინფორმაცია არ მაქვს აგრძელებ თუ არა იქ ნაკრებში მორჩავსეო დამთავრდა ეგ ამბობ. კაი და თესეუს ჯერ როგორ ჩაივლის იმის მიხედვით თუ სიცხეები იქნება უიჭველი. სიმაღლეში მეჭვევა მაგრამ სიგანეში თუ არ გავიზარდე. ბიჭო, რამდენი კილო ხარ თუ საიდუმლო არ არის? არ ვიცი.
სასტორი შემოვიტანო გინდა? მართლა გეუბნები, აქვე გავიგოთ. და თქვენ ნორმალ წაგებულმა რამე ქენთ ციფრები თქვით და ვინც ახლოს იქნება. შენ ჩვენზე მეტი იქნები უეჭველი. რანაირად? იმიტომ რომ მაღალი ხარ. რამდენი? მე 99. წონაში? ჩემზე მეტი ვერ იქნება წონით. შენ რამდენი ხარ? ბოინის ძაღლივით რო გასცივდი. 1.120 უეჭველი. შენზე მეტი ვერ იქნება. შენზე მეტი შეიძლება ვიყო. ბიჭო, არა, ზეთო მაღალი ხარ, რა. სიმაღლეში რამდენი ხარ ბუდში? მატყუარატანს თვითონ. შენ საერთოდ თეთრებს ვერ ვიცვა. რატო? ისეთია რა. არა, მეც ვერ ვიცოდი, მე ვისწავლე რომ ის არის რა. დაიკიდო. დაიკიდო, ხო, იმიტომ რომ ხო ხლები ისეთი რაღაცა რომ შეგიძლია დაიკიდო. აღარსაც კომენტატორი თუ ხარ და ვიღაცას რაღაც ისეთ უხეშეთო იმას ვერ დაიკიდე, იმიტომ რომ ის გადიხარ საერთაშორისო ამბავზე ხარ, რომელიც უკვე გავიარეთ ეს. და მოდი ბოლოს დავამთავრეთ იმით, რომ ფორუმზეც კითხოთ, როგორ გაგისწორდა მაგ ჟანრში. სხვათა შორის ანუ გამისწორდა და მომეწონა იმ პონჩი, რომ მაგრამ ნერვიულობდი. აი თითქოს ანუ არ მაქვს რა პრობლემა ეხა ეს რაღაც ხალხთან ურთიერთობის და არა მაინც სხვა სცენა. ანუ ეს რაღაც მონოლოგის ისა რეალურად ხონდა და რავი ვინც იყო და ვინც ნახა ეს არ გამოსულა, მაგრამ ყველამ რა შემაქოსავით ესე და ნახოთ აბა ის კოკოშკოვის ის იყო ხო ეს ვიდეო. და ეგ გითხრა რომ გახდება მსნელი და ნახავ შენ არის კალბურთელები მოედანზე როგორ დაგტანჯავენო ხო? რატო გითხრა ეგ? აი ჩემპიონში რა ანუ ხა სპორტი ხო გევასება და იცი რა და აი ხო გინახი აი რაღაც აი ფეხბურთიდან უფრო ადვილად რო არისო აი კიჭა რონალდომ ხო დაიწყო პირველად ეს ფეხების გადაყრა რაღაც მაგის ის იყო ხო ანუ ვიღაცები ხო იყვნენ რაღაცა ახალს რო იგონებდნენ პირველი მოძრაობები ხო დენილსონი მაგრამ რა ანუ რაღაცები ხო არის რა და რაღაცები შემჩნეული მაქვს რომ პირველად გამიკეთებია ანუ კალათბურთში ანუ საქართველოსში და რამე კი არა ანუ ხო სხვაგან არ გინახავს და შენიც ხო ხო და ხო წარმოგიდგენია რამდენად ხო კოკოშკოს უნდა და მარტივად თული სამწნელისთვის თან ჩემი პოზიცია ყველაზე მნიშვნელოვანია ხო ურთი შენ მოგაკ ხო და ჩემთან პირიქით ცოტა ისეთი წყნარი და ეგეთი ტიპები რა ფილმია არის საჭირო ვიდრე რაღაც აზარი არა მადლობა რომ გვისმენ מחר მადლობა შეხსენება 7-ში მოსიარულე ცირკი იქნება ოჩოფეხებით პირველი ქალაქი არის რუსთავი რუსთავში ვიქნებით გალიით მოყავს სხვათა შორის ეს არის უიშვიათესი ცხოველი და გაქვთ საშუალება რუსთაველებს და პოპკორნი მიაწოდოთ პირში წითელი პატიპუტი თეთრი ყველაფერს იღებს სხვათა შორის ახლოს არ მიეკავთ იმიტომ რაღაცა ისეთ მოძრაობით პროჩი არ უქანაო თვითონ ბრაზდება გეხვეწევ წუხდა და 16 წლამდე ბავშვების ნუ მოხვალთ არ მინდა რომ სტრესი მიიღოს რომელიმე და პრობლემები გაფრთხილდით რომ ბავშვი არ გამოგექცეთ მაგ სპორტის გალიაში ცხოველზე იქანავებს გიორგი კალატოზი 7 ივნის 5 საათზე რუსთავში მოკლედ 7 ივნის 5 საათზე რუსთავში რატო გადაწყვეტ ეს აჩიკოს უნდა დაეჯოს ახლა რატო გადაწყვეტ უცებ აი ჩვენ ხო რაღაც ვთქვი და შემოდი ხარ მით 7 ივნის 5 საათი არ გვიჭირდა 5 საათზე აი რატო გონია რომ შენ უფრო კომენტარებში დავწეროთ აჩიკოს აი მართლა ტასში გაყვებულ ხმაზე ნებისმიერ რამე დაწეროთ რომ აჩიკოს ხმა არ ხსიამოვნებთ რა რომ ამას გონია რომ რაღაც სასიამოვნო ბარხატი ხმა აქვს და შემოდის უცებ და ჩვენ ნალაპარაკებს თავიდან ამღერებს, იმიტომ რომ რატომღაც გონია რომ ამას უფრო უსმენენ. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, დაგვიდექით გვერდში, გააკრიტიკეთ აჩიკო და მოიგეთ ოქროს მონეტა. არ მინდა რომ ეს მაპროვოცირებელი იყოს აჩიკოსთვის უცენზურო სტყვებისთვის. ან მართლა არ მინდა? კაი, რუსთავში მოვდივართ, იქამდე რავით, გიორგის მადლობა რომ მოვიდა ჩვენთან. სასიამოვნო იყო. გაუძელი არაპროფესიონალებს. ჩემთვის სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, იმან არ ვიცი, ანუ აუ, იმიტომ თავიდანვე ეს კალა იქნება, მაგიტო დაიზაფრე, აი ხა მივხვდი რა კომენტატორი იქნება, თქო კალას გოუთხარი ვინაო მეორეო და მეთქი კომენტატორი კალა მეთქი და აუ ხო, მე რომ მოვედი შენ აქ არიყავ, მაგრამ კარგი ხო, ჯანდაბა. შეიცხადა და აუ ბოდიში არც. მე კალათბურთი არ მიყავდა ხოლმე מחარ ახლა და ვერ დავუშავებდი რაღაც მიყავდა ხო ისე. გამოიწერეთ არხი მოკლედ და დაგველოდეთ რუსთავის მერე სხვა ქალაქებსაც ვეწოვით. 100.000-მდე გვაკლია სხვათა შორის 2,000 გამოწევი. 2,000 გამოწევი გაკლია. 10 კილოს უგუნი თამაშდება 100.000 გამომწევზე იმერული და ჭადიფქვილი 4 კილო